დღეს ვისაუბრებ აუტიზმზე, მე რასაც ვილაპარაკებ, ეს ფსიქოლოგიურადაც მუშაობს, მაგრამ უმეტესად ფსიქოლოგიურზე მეტად ეს არის სხვა რეალობა. ეს არის სულიერ ენერგეტიკული რეალობა და სულიერ ენერგეტიკულ რეალობაში ბევრად მეტად აიხსნება აუტიზმის მდგომარეობა ვიდრე ფსიქოლოგიაში. ეხლა მოვისმინე 1 საათის წინ შენი გამოგზავნილი ვოისები და მივყვები ყველაფერს საფეხურებად. ენერგეტიკულად ეხლა რასაც მოვყვები, ეს მექანიზმი იმუშავებს 100%-ით. ასევე ფსიქოლოგიაშიც იმუშავებს 100%-ით. დავიწყებ საბაზისო ფიზიკის და კვანტური ფიზიკის და ენერგიების ახსნას. ნებისმიერი მატერია ასხივებს ენერგიას. მეტალი, ქვა, ურანი, უბრალოდ ყველა სხვადასხვა გამოსხივებები აქვს. ადამიანი არის უნიკალური არსი ელემენტი, რომელიც ნივთებს, განზომილებებს, ყველაფერს ასხივებს თავისი ინტელექტუალური უნიკალური ენერგიით. რატო ამბობ უნიკალურ ინტელექტუალურ ენერგიას? რადგან ქვა ავიღოთ, ურანი ავიღოთ, ნივთები, ყველა ასხივებს კონკრეტული პროგრამის ენერგიას. მაგრამ ადამიანი არის ერთადერთი არსი, რომელსაც შეუძლია თავისი ენერგია დააპროგრამოს ინტელექტით, გონით. შესაბამისად, მის მიერ წარმოქმნილი ენერგია, სიტყვიერი იქნება ეს, ფიქრით იქნება ეს თუ ქმედებით, წარმოადგენს პროგრამირებულ უნიკალურ ენერგიას, რომელიც არის მრავალფეროვანი. ამიტომ ნეგატიური ენერგია უბრალოდ ენერგია კი არ არის. ეს არის ნეგატიური ინფორმაციების კრებული, სურვილების, განზრახვების და ასე შემდეგ. მაგალითად, ერთმა ადამიანმა მეორეს უთხრა მთელი გულით შენ ესა და ეს. და ამ ადამიანმა უბრალოდ შენ ესა და ეს კი არ უთხრა. არამედ ამ ადამიანმა ამ შენ ესა და ესში შეაყოლა თუ რამე განცდა ქონია ამ ადამიანზე ცუდი, თუ რამე გულში ქონდა განზრახვა, თუ რამე ნეგატიური ამ ადამიანთან მიმართებაში ქონია, ყველაფერს ატევს ორ სიტყვაში და უგზავნის ამ ადამიანს ესვრის. და ადამიანს გონია რომ ორი სიტყვა უთხრა, ან მიაწყევლა, ან რაღაც. სინამდვილეში ორი სიტყვა კი არ უთხრა, უდიდესი ენერგიის ბუკეტი ესროლა. ეს ენერგიები არის როგორ იცით? როგორც თოკი და თოკში კიდე წვრილი თოკები და ეს ყველა შიგნით წვრილი თოკები წარმოადგენს ინფორმაციას. იმ ერთ ნათქვამში უამრავი წვრილი ძაფები ენერგიებია, რომელიც დაპროგრამებულია როგორც ვირუსი. ამიტომ ადამიანი არის ერთადერთი არსი, რომელიც ინტელექტუალურად აპროგრამებს თავის ნათქვამსა თუ სურვილს. სხვა ადამიანთან მიმართებაში კედლებს ეტყვის ამას თუ ადამიანს ეტყვის ამას თუ გარემოში იტყვის თუ გაიფიქრებს თუ სადაც იმყოფება იმ გარემოს ასხივებს რადიოაქტიული ნივთიერებასავით. მაგრამ რადიოაქტიული ნივთიერებისგან განსხვავებით ადამიანის სული არის ღვთიური ენერგია და ეს უფრო ძლიერი ენერგია ვიდრე ატომის ენერგია თუნდაც. იმიტომ რომ ეს არის ღვთის მიერი შექმნილი ნაწილი ადამიანი, ბიოკვანტური მექანიზმია, სხეული და სული ხო საერთოდ უდიდესი ძალის მომცველია და თან ინტელექტია. ეს ორი არის ძალიან საჭირო, ამიტომ ადამიანის ნებისმიერი სიტყვა სრულდება შესაბამისი პროგრამით. სად მივდივარ აუტიზმთან, რა კავშირი აქვს და ასე შემდეგ, ყველაფერს მივხვდებით, ყველაფერს გავხსნით საფეხურებად. შესაბამისად, მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი ასხივებს ნივთებსა თუ გარემოს თუ სხვა ადამიანებს თავისი ნეგატიური ან პოზიტიური პროგრამებით, რომელსაც აქვს აღსრულების კოეფიციენტი ძალა. ამ აღსრულების კოეფიციენტის ძალას აკეთებს ხმა, ჯერ იყო სიტყვა და მერე იყო სხვა დანარჩენი, რატო არის? იმიტომ რომ ვიბრაცია, სიტყვა, ჯერ იყო ვიბრაცია და შემდეგ ფიქრი, ორივე და ენერგია პარალელურად. ეხლა ეს გრძელი თემა აქ არ შევა. მაგალითად, როგორც ხივდება ნივთები თუ სხვადასხვა ელემენტები სამყაროში ჩვენ მიერ. მაგალითად, თქვენ სვამთ წყალს და ამ დროს თქვით, რომ ის მოკვდუ და თქვენ სინამდვილეში ამ წყალში ჩააპროგრამეთ ამ ჭიქაში მოკვდუ და შემდეგ ამ წყალს თუ დალევთ, ჩათვალეთ რომ დალიეთ შხამი, რადგან თქვენ ამ ჭიქაში ჩააპროგრამეთ, ახლოს იყო ყველაზე მეტად ეს ჭიქა, თან წყალი არის უნიკალური რეზერვარი ინფორმაციის შემნახველი და ესე მუშაობს ჩვენი გარემო. ყველაფერი ჩვენს ირგვლივ დასხივებულია ენერგიებით, დადებითი და უარყოფითით. უბრალოდ ჩვენ ამას ვერ აღვიქვამთ, რადგან იმდენად ატროფირებული აქვს ადამიანებს შეგრძნებები, რომ დაზიანებას იღებს, უბრალოდ ამას ვერ გძნობს, რადგან მორფივით აქვს გაყუჩებული მთლიანი სხეულის და ენერგიის სისტემა, მაგრამ ზემოქმედებას იღებს. გარემო მთლიანად ენერგიულად არის დასხივებული. ქალაქი, ქუჩები, საზოგადოებრივი ტრანსპორტები განსაკუთრებით, ყველაფერი არის ენერგიულად დასხივებული. ეხლა მე სადაც მივდივარ, ყველაფერს მივხვდებით გავხსნი და რა კავშირი აქვს აუტიზმთან და ამ ყველაფერთან, ყველაფერს აგიხსნი. გავიაზრეთ, ესე იგი, რომ ნებისმიერი ნივთი ასხივებს ენერგიას და თუ რაიმე ნივთი დასხივებული ადამიანის ენერგიით, ეს ენერგია ჩვენ გვხვდება და ჩვენზე ზემოქმედებს. შესაბამისად, რაც უფრო გრძნობიარია ადამიანი, მით უფრო აღიქვამს ამ რეალობას. რაც უფრო ნაკლებად გაყუჩებული აქვს ადამიანს შეგრძნებები, მით უფრო აღიქვამს ღრმად სამყაროს რეალობას. ცუდი რა არის, კარგი რა არის, მაგრამ მასზე აღარ ზემოქმედებს ისეთი ძალით. იქიდან გამომდინარე, რომ მან უკვე იცის ცუდი რა არის, კარგი რა არის და არიდებს თავს და გაღვიძებული ადამიანი ამ ენერგიებზე რატომ მუშაობს და რატო ცდილობს რომ ამოიცნოს დადებითი და უარყოფითი
ყოფით, იმიტომ რომ სტანდარტული ადამიანი ამ ყველა ენერგიაში იზილება და ვერ ხვდება მე ბოლოს რატო არის პრობლემაში. მაგრამ ეზოთერიკის სულიერი ადამიანი იწყებს განსხვავებას ცუდი ენერგია რა არის, კარგი რა არის და კი იმ ცუდ ენერგიას მწვავედ აღიქვამს თავიდან, მაგრამ ამ ცუდ ენერგიებს რომ არიდებს თავს, საბოლოოდ უკვე იღებს შესანიშნავ შედეგს და შემდეგ ასევე იწყებს ნეგატიური ენერგიის გამკლავებას, მუშაობას და უმკლავდება. ჩვეულებრივი ადამიანისგან იმით განსხვავდება სულიერად განვითარებული ადამიანი, რომ ის უკვე აღიქვამს ცუდ ენერგიას მწვავედ, მაგრამ ის უკვე ანსხვავებს საფრთხე სად არის საფრთხე და უკვე დაცულია. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი გაყუჩებული ამ ცუდი საკვებით, ცუდი სიტყვებით, ყველაფერით გაყუჩებული აქვს, ვერ გძნობს, მაგრამ ზიანს იღებს. გაყუჩებული ადამიანი თავიდან იწყებს შეგრძნებას ცუდი ენერგიების, შემდეგ იწყებს ამ ცუდ ენერგიებზე გამკლავების სწავლას, უკვე არიდებს თავს ამ ცუდ ენერგიებს და ძლიერდება და შედეგი აქვს საბოლოო შესანიშნავი. გაუგრძებელი ადამიანი ცუდ ენერგიებს იღებს პირდაპირ დარტყმებს, ფიზიკურად ვერ გძნობს, მაგრამ ზიანს იღებს. როგორც ახლა კიბელგამოყუჩებელი გაუკეთო ადამიანს და რაღაცეები დაუზიან ორგანიზმში და ვერ გძნობს, მაგრამ შედეგს იღებს და დაზიანდა მორჩა. შესაბამისად, რაც უფრო მგრძნობიარეა ადამიანის აღქმა, მით უფრო მწვავეა მისი რეაქცია გარემოზე. ადამიანი რაც უფრო მაღალ ვიბრაციებზეა, ის უფრო ღრმად და სენსიტიურად აღიქვამს სამყაროს. ყველაფრით, ხედველობით, სმენით, ენერგიის შეგრძნებებით. და ეხლა მე ვსაუბრობ ყველა აუტისტ ბავშვზე. ყველა აუტისტ ბავშვს აქვს მაღალი ვიბრაციის უდიდესი ძალა შიგნით. ყველა აუტისტი ბავშვი არის შინაგანად მაღალი ენერგიის მქონე. ყველა აუტისტი ბავშვები არიან ვარსკვლავთ შვილები. ამიტომაც მათ აქვთ სამყაროს მკვეთრი, სენსიტიური აღქმა. მე ახლა გიორგიზე ვისაუბრებ, მაგრამ ჩათვალე რომ ყველა აუტისტ ბავშვებს საუბრობ აბსოლუტურად. ამიტომ მოდი მე გიორგიზე ვისაუბრებ, მაგრამ ეს ეხება ყველა აუტისტ ბავშვს. გიორგის შიგნით აქვს უდიდესი ენერგია. ეს ენერგია უზრუნველყოფს ტვინის ისეთ მუშაობას, რომ მისი აღქმის სენსორები იჭერს იმაზე შორს, ვიდრე ჩვენ სტანდარტული ადამიანის აღქმის სენსორები. მაღალი ვიბრაცია რას აკეთებს? მაღალი ვიბრაცია აკეთებს ერთ მარტივ რაღაცას. ტვინის და შეგრძნების სენსორების აღქმას ზრდის. როგორც აუტისტ ბავშვებს აქვს ისე. შუქთან მიმართებაში, სმენასთან მიმართებაში, შეხებებთან მიმართებაში და სხვა ყველაფერთან მიმართებაში. უბრალოდ მაღალი ვიბრაციული ადამიანი ამას აღწევს ნენელა. მაგალითად, ეხლა მაღალი ვიბრაციული ადამიანი უცებ რომ გადახტეს მაღალი ვიბრაციაზე, გასხივოსნებაზე გაგიჟდება. იმიტომ რომ მას გამომუშავებული არა აქვს, როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ აღქმებს სამყაროს. და ზუსტად ეს სჭირთ აუტისტ ბავშვებს. აუტისტი ბავშვები არიან გასხივოსნებული ადამიანები სინამდვილეში, ენერგიულად და ყველანაირად. უბრალოდ იმდენად მაღალია და იმდენად პირდაპირ აქვთ მიცემული სამყაროს აღქმის სენსორები, რომ არიციან როგორ გაუმკლავდნენ. იცი რატომ არიციან? იმიტომ რომ არავის არ უსწავლებია მათთვის ეს. გაღვიძებული ადამიანი ამას ნენელა სწავლობს. აბა მოდი ახლა ჩემთვის ვინმეს რო ეთქვა, მოდი ახლა შენ წლების წინ ეს ცოდნები და ეს აღქმა სამყაროს გქონოდაო. გეფიცებით გავრეკავდი, იმიტომ რომ ამას უნდა გამკლავება. გესმით? ამას ჭირდება გამკლავება, მაგრამ ეხლა გამკლავება კი არა, ჰარმონიაში ვარ. რატო? იმიტომ რომ მე საფეხურებად გამოვიმუშავე ეს. მაგრამ აუტისტ ბავშვს ეს არ გამოუმუშავებია საფეხურებად, ისი აქვს მიცემული ღვთისგან და თავისი სულის გავლილი ცხოვრებიდან გამომდინარე მიცემული აქვს და პრობლემა ისეთ რა არის? პრობლემა არის ჩვენს საზოგადოებრივ და მედიცინურ და საერთოდ სისტემაშია პრობლემა, რომ სწორი მიდგომა არ აქვს აუტისტ ბავშვებთან, მარტივად ვიტყვი. მიდგომა აქვს სტანდარტული, შტამპური, მედიცინური უბრალოდ. და თან იმ მედიცინასაც ვერ უმკლავდებიან საერთოდ. და ყველაფერს ახსნი რატო ვერ უმკლავდებიან და თქვენ გამოიტანეთ დასკვნები. მე ხა ამაზე არანაირი ინფორმაციები არ მქონდა, უბრალოდ ეხა რაც მოვისმინე. შენგან ამ 1 საათის განმავლობაში აი ეს აზრები გამოვიტანე. სამყაროს შენი დახმარება და გიორგის და ყველა აუტისტი ბავშვის. ესე იგი ჩვენ ჩამოყალიბდეთ, რომ ყველა მატერია ასხივებს ენერგიას, რაც უფრო დიდი ღვთიური ენერგია აქვს ადამიანს შიგნით, ვით უფრო მაღალია მისი მგრძნობელობა სამყაროს მიმართ. გაღვიძებული ადამიანი საფეხურებად გადის ამ სამყაროს აღქმას და ამიტომ შეჩვეულია ამ პროცესს და მისთვის ეს არ არის რთული, მაგრამ აუტისტი ბავშვისთვის ეს მკვეთრი გადასვლაა და ჩვენ ვერ ვასწავლეთ აუტისტ ბავშვებს სწორად როგორ აღიქვან სამყარო და ამიტომ ისინი რთულად უმკლავდებიან ყველაფერს. ეს ხაზი გავიგეთ. ეხლა გადავიდეთ შემდეგ ხაზს. რა ხდება აუტისტ ბავშვის გონში? აუტისტი ბავშვის გონში თავისი მაღალი ენერგიის გამო მის თავში ყველაფერი მათემატიკურად არის ჰარმონირებული სტრუქტურა გონის. მარტივად რომ თქვა, მისი შიდა გონის სტრუქტურა, მისი შინაგანი ღვთიური მაღალი ვარსკვლავური ენერგიის გამო
მათემატიკურად ჰარმონირებულია შიდა სისტემა. რას გულისხმობს ეს ჰარმონირებულობა? ასეთი ადამიანის გონში ნებისმიერი გარე არასტრუქტურირებული, არაჰარმონიული შეჭრა იწვევს მისი გონის დისბალანსს. მაგალითად, მატარებლები რომ მოძრაობდნენ თავისი გრაფიკით და ვიღაც რომ შემოიჭრას და გადაიბინოს იქეთ-აქეთ, ხო რაღაც მოხდება შეჯახებები. აი ზუსტად ესეთი რაღაც ხდება აუტისტი ბავშვის თავში, როდესაც გარემო ენერგიები ეჯახება მას, გარემო ენერგია ეჯახება, იმიტომ რომ ახმის სენსორები აქვს მაღალი, ხედვის სენსორი მაღალი, შუქებს აღიქვამს, სმენას აღიქვამს კარგად და ექიმთან მიდის და ექიმი ეუბნება პრობლემა აქვს. პრობლემა ის არის, როცა არ გესმის ყურში და როცა ხმა იდეალურად გესმის და როცა შუქი შედის თვალში იმაზე მეტი ვიდრე გარეთ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ მე უფრო მეტის დანახვა შემიძლია, ვიდრე სამყაროში სხვა ადამიანები ხედავენ და პრობლემა კი არა აქვს. უბრალოდ მეტი აქვს ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს. და ექიმთან მიდის და ეუბნება ექიმი, რომ ხმა კარგად ესმისო და პრობლემა აქვს. შუქებს აღიქვამს მკვეთრადო და პრობლემა აქვს. პრობლემა არის, როცა ვერ ხედავ, როცა არ გესმის და როცა ვერ გძნობ. მაგრამ ამ თემას დაუბრუნდები ცოტა იქეთ გავშალ. ფენებად დავშალოთ აუტისტი ბავშვის სმენა, მხედველობა და ენერგიული შეგრძნების საფეხურები. დავიწყოთ სმენით. ამბობ ესეთ რაღაცას, რომ გარკვეული ხმები მასზე ცუდად მოქმედებსო, გარკვეული ხმები მასზე კარგად მოქმედებსო. მარტივად რომ ვთქვათ, გარკვეულ ხმებზე კარგად რეაგირებს, გარკვეულ ხმებზე ცუდად რეაგირებს. ნებისმიერ ხმას აქვს თავისი ჰერცები და სიხშირე. შესაბამისად, გიორგის ტვინის მუშაობის სტრუქტურას აქვს თავისი ხმათა აღქმის თავისი სიხშირე, რომელიც მის ჰარმონიას არ არღვევს. ჰერცებზეა საუბარი. ამიტომ მეცნიერები იმას კი არ უნდა აკეთებდნენ, რომ აუტისტს სმენა არ უარგა და ამიტომ დაანებე თავი. არამედ მეცნიერები უნდა იკვლევდნენ, რა ჰერცებს აღიქვამს დადებითად აუტისტი ბავშვის ყური და ზუსტად იმ ჰერცებზე უნდა იმუშაოს და იმ ჰერცებს უნდა უსმინოს. მაგრამ რადგან ჩვენ ესეთი პატრონი არ გვყავს მსოფლიოში და საქართველოში და ყველგან, ჩვენ უნდა გავერკვიოთ ეხა ამ ყველაფერში და როგორ უნდა ვქნათ. შენ ეხა რა უნდა გააკეთო? შენ ეხლა უნდა ამოიწერო YouTube-დან ის ვიდეოები, რასაც ამბობ რომ უყურებს და მოწონს და ხმები და ასე შემდეგ და გაზომო საზომით ჰერცები. რამდენი ჰერცი აქვს ამ ყველა ვიდეოს, რომელიც მოსწონს. და როდესაც გაზომავ მის ჰერცს და დეციბელს და სიხშირეს, არის აპლიკაციები, უკვე გეცოდინება რომ მას მოსწონს ეს სიხშირეები. ასევე გაზომე რომელი არ მოსწონს და უკვე შენ იცი როგორ დაიცვა გიორგი იმ სიხშირეებიდან რომელი ხმებიც არ მოწონს. შენ უბრალოდ კითხავივით კი არ დაიწყებ რა ჩაურთო ან რა მოასმენინო ან რა მოусმინოს თავად ან რას არ მოусმინოს. არამედ უკვე ჰერცებით ეცოდინება რა არის მისთვის კარგი. ეს ერთი, მაგრამ სანამ ჰერცებით შერჩევაზე გადავალ, რატომ არის ეს ჰერცები მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ჰერცების ვიდეო მისი ტვინის სიხშირის ჰარმონიულ მუშაობას უშლის ხელს. ეხლა ჩვეულებრივი ადამიანის ტვინის მუშაობას რატო არ უშლის ხელს? იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანის ტვინში არ არის ისეთი ჰარმონიული სტრუქტურული მუშაობა, როგორც აუტისტი ბავშვის ტვინში. ამიტომ ჩვენ თავში ხარახურაც ნორმალურია და კარგი ჰერცებიც ნორმალურია, მაგრამ მათთვის ეს ჰერცები არ არის ნორმალური, მეტისმეტად მაღალ ვიბრაციაზე არიან ეს ვარსკვლავთ შვილები. ესე იგი ჩამოყალიბდეთ იმისთვის, რომ სწორი აუდიო ინფორმაცია მიიღოს გიორგი, როდესაც გაიზრდება, მან უნდა მიხვდეს როგორი ჰერცები უნდა მოусმინოს, როგორი ჰერცები უნდა ჩართოს, რა ხმის დიაპაზონზე, დოზაზე უნდა დააყენოს ხმაც ასევე. განვიხილოთ ხმის მეორე ნაწილი, ხმის სიმაღლე. რატო რეაგირებს ესე ეს გავიგეთ, იმიტომ რომ ახმის ყველა სენსორი აქვს გაძლიერებული. მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, აიღეთ რაცია რომელიც იჭერს 5 კილომეტრზე და რაცია რომელიც იჭერს 100 კილომეტრზე. რომელი რაცია ჯობია? რომელიც 100 კილომეტრზე იჭერს. სიხშირეები გავიგეთ, ხმის წერტილი რომ გაძლიერებული აქვს და ენერგიის ხარჯზე აკეთებს ამას და ასე შემდეგ ეს გავიგეთ. ეხლა როგორ უნდა მოიქცეს აუტისტი ბავშვი ან აუტისტი ბავშვის მშობელი იმისთვის რომ გარეთ კომფორტულად იაროს აუტისტმა ბავშვმა. საოჯახო პირობებში აიღეთ ყურის საცობი. საფთიაქებში იყიდება რბილი სილიკონის რომ არის და ცხელი ნემსით გახრიტეთ. ესე იგი თქვენ რა უნდა გააკეთოთ? თქვენი შვილის ყურში ხელოვნურად დიაფრაგმა უნდა დააყენოთ, რომელიც ხმას იმ დიდი დოზით არ შეუშვებს, რაც გარეთ ხმაურია. და ამით დაარეგულირებთ მისი აღქმის წერტილს. მარტივად გეტყვით. თუ გარემო ხმას აღიქვამს ადამიანი იმაზე მაღლად ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი, მან რა უნდა გააკეთოს? მან უნდა შეამციროს გარემო ხმები, გარე ხმები. ამიტომ ვამბობ, რომ ყურში საცობები, როდესაც გარეთ გაკყავს გიორგი, ეს საცობი უზრუნველყოფს იმას, რომ ხმაც გაიგოს გარეთ რა ხდება, მაგრამ დაბალანსებულად, დარეგულირებულად, ბალანსირებულად, რომ ძალიან დიდი ხმა არ შევიდეს. ჩვენთვის თუ ჩვეულებრივია ის ხმა, მისთვისაც რომ იმ დიაპაზონის ხმა ჩვეულებრივი გახდეს, რაც გარეთ არის, ჩვენ ეს გარემო ხმა უნდა დავწიოთ ქვემოთ და ეს ხმა როგორ უნდა დავწიოთ ქვემოთ? ყურებში საცობი და ამ საცობში ნახრეტი უნდა იყოს. შემდეგ შესაძლებელია ნელ-ნელა მოხდეს ამ საცობის
დიამეტრის გაფართოება, რომ შეეჩვიოს ნელ-ნელა გარემო ხმებს. იმიტომ რომ შენ ამბობ, რომ გარეთ ვერ გადისო, ძალიან ცუდად ხდებაო, ბუნებრივია, ცუდად ხდება. მისთვის გარეთ სიარული ხმის აღქმის კუთხით იგივე არის, რომ თქვენ ისე ირნოთ ქუჩაში და ვიღაცამ ორი ტაშტი ყურთან გიბრახუნოთ. გიორგისთვის დედამიწაზე ცხოვრება იცი როგორია? ეხლა წარმოიდგინეთ, მოხვდით სადღაც პლანეტაზე, სადაც ცხოვრობენ უცხოპლანეტელები, რომლებსაც ძალიან დაბალი სმენა აქვთ, თვალებში შუქის აღქმა აქვთ 5%, შენ 100% გაქვს. შეგრძნებები აქვთ 5% და ამ განზომილებაში წარმოიდგინე ყველაფერი არის ხმამაღლა. ისმის წარმოუდგენლად დამანგრეველი მტკივილის დონეზე ხმები. შუქებია, ისეთი სხივებია, რომ თვალს რო ახელ ჭრის ჩათვალე ლაზერები გეცემა თვალზე. და ენერგიებს ხო საერთოდ გეჯახება. და ეხა ესეთ პლანეტაზე რომ მოხდე, წარმოიდგინე და ეს სხვა პლანეტის წარმომადგენლები ჩვეულებრივად იყურებიან, რადგან შუქი ნაკლები შედის მათ თვალში. ჩვეულებრივად ესმით ის ხმები, რადგან სმენადობა აქვთ დაბალი და ჩვეულებრივად აღიქვამენ ენერგიებს, რადგან აღქმა დაბალი აქვს. ჩვენ სწორედ ესე ვართ და აუტისტი ბავშვები სწორედ ისე არიან, როგორც მაგალითი მოგიყვან. მშობლებს უჭირთ ამის აღქმა, რომ რატოა ესე ჩემი შვილი, იმიტომ რომ არ აქვთ ინფორმაცია ექიმებთან მიყავთ, ექიმები ვერაფერს ვერ უხსნიან. იმიტომ რომ თვითონაც არ იციან ექიმებმა. რადგან რო იცოდნენ, მე რაზე ვსაუბრობ, იმაზე ისაუბრებდნენ და აუტიზმის პრობლემა ამ კუთხით საერთოდ არ იქნებოდა, რომ ბავშვი გარეთ ვერ გადის. ნენელა უნდა მოხდეს მისი გაძლიერება, როგორც გაღვიძებული ადამიანი. ნენელა უმკლავდება ამ ყველა გარე ენერგიებს, ისე უნდა გაუმკლავდეს აუტისტი ბავშვიც ამ ენერგიებს. ნენელა უნდა მოხდეს მისი შესწავლა ინტელექტუალურად. ყურის საცობის დიაპაზონს ინდივიდუალურად დაადგენთ თქვენ შვილთან მიმართებაში. შესაბამისი დიამეტრის ნახრეთის ყურსაცობს შექმნით. ქალაქში ხმაურში როგორ უნდა იყოს, ბუნებაში რომელი ყურის საცობი უნდა იყოს და ეს უკვე დაგეხმარებათ იმაში, რომ როდესაც გარეთ გახვალთ თქვენ შვილთან ერთად, ტაშტის ბრახუნის მდგომარეობაში არ იყოს ბავშვი და ყურებში ესმოდეს დაბალი ხმა, როგორც თქვენ გესმით, ისე მას. მაგრამ თუ ყურების საცობის გარეშე დადის, წარმოიდგინეთ 30 ჯერ ხმამაღლა გესმით ქალაქში ყველაფერი. გაგიჟდებით, თქვენ ამას ვერ გაუძლებთ და მე უკვე აღარ უნდათ საზოგადოებაში გასვლა, იმიტომ რომ მეც არ მომინდებოდა. მე ხა ვხედავ მათ ემოციებს, რატო არ უნდათ? გძნო, არ უნდათ, მეც არ მომინდებოდა, თქვენც არ მოგინდებოდათ მაგ პირობებში გარეთ გასვლა. ამიტომ ხმის ნაწილში ესე უნდა მოიქცეთ. იგივე მაგალითს მოვიყვან შუქებზე. გარეთ რო გადის, ხედველობაზეც იგივე უნდა ვქნათ. შესაბამისი სიმუქის სათვალე უნდა გაუკეთოთ იმ აღქმის შუქის სენსიტიურობის მიხედვით, რაც კონკრეტულ აუტისტ ბავშვს გააჩნია. სათვალეზე აღარ ჩაუღრმავდები, რადგან აქ უკვე გასაგებია, იგივე პრინციპი უნდა ვქნათ, როგორც ყურსასმენის შემთხვევაში. ერთადერთი რასაც ჩავაღრმავებდი, ვიტყოდი, რომ პოლარიზებული სათვალე რომ გაუკეთოთ, რადგან პოლარიზებული სათვალე წყინა შუქებს უკეთებს ხავერდოვნებას. ამიტომ პოლარიზებული სათვალე ვფიქრობ, ბევრად უკეთესი იქნება. სათვალესთან და მხედველობასთან გასაგებია, შუქების თვალებში უნდა დავურეგულიროთ. ეხა ამბობ ესეც მოვლენას, რომ გიორგისო, როდესაც რაღაც ნივთის აღება უნდა ხელშიო, ჩემ ხელს კიდებს ხელსო და ჩემი ხელით მაღებინებს იმ ნივთს, რისი აღებაც სურსო. შენი აზრით, რისით მასურს ამით შენ შვილს? ის ცდილობს აგიხსნას თავისი მაღალი ინტელექტიდან თავისი სათქმელი, რადგან ჩვენ ენაზე ის ვერ ხსნის. ჩვენ გონია, რომ ისინი ვერ იგებენ რაღაცას, ჩვენ ვერ ვიგებთ მათ ენას და ის ვერ იგებს ჩვენ ენას, იმიტომ რომ მისი ენა უფრო მაღალია შინაგანი ინტელექტიდან გამომდინარე და ყველაზე პრიმიტიულად, რასაც ცდილობს რომ გაჩვენოს, ეს არის რომ ნახე, დედაო, ხელში კიდებ ხელსო და ამ ნივთს გაკიდებინებ ხელსო. იმიტომ რომ მე ამ ნივთს ვერ ვკიდებ ხელსო, იმიტომ რომ ეს ნივთიო ასხივებს ისეთ ნეგატიურ ან ისეთ ენერგიასო, რომელიც ჩემზე მოქმედებს, რადგანო მარტო სმენის აღქმის წერტილი კი არ მაქვს მაღალიო, მარტო მხედველობის აღქმის წერტილი კი არ მაქვს მაღალიო, არამედ ენერგიის შეგრძნების აღქმის წერტილი მაქვს მაღალიო და ხელს რო ვკიდებ დისკომფორტიაო და ესე გიხსნის მარტივ ენაზე, როგორც მუნჯურად ახსნა რაღაც, რომ მეო ამას ხელს ვერ ვკიდებოდა, ცდილობს გაგაგებინოს. ამიტომ, როდესაც გიორგი თავის ხელს გაკიდებს და ხელი მოკიდეო შენო, გეუბნება რომ მე ამას ხელს რო ვკიდებ, მწვავსო ხელსო. როგორც ეხლა მაგალითად ხელს მოკიდოთ ხელი და ხო გწვავთ, არ გსიამოვნებთ. ამიტომ როცა ამბობ რომ ნივთებსო არ ეხება ყველასო, იმას არ სიამოვნებს, იმ ნივთებზე მეც არ მსიამოვნებს ნივთებზე შეხება. იმიტომ კი არა რომ რამე მჭირს, მე არაფერი არ მჭირს. მე უბრალოდ უკვე ვგრძნობ რომელი ნივთს და რომელ გარემოს და რომელ რაღაცას რა დამანგრეველი ენერგია აქვს. და მე რეალობას ვხედავ რომ ანგრევს ის ენერგია. მიხვდით, მე კი ვერ მერევა ის ენერგია, იმას აქვს ეს ენერგია და ეხა მე მერევა თუ არ მერევა, იმას აქვს ეს დამანგრეველი ენერგია. ნივთი იქნება თუ სხვადასხვა გარემო თუ ასე თუ ისე. და მე რაც არ უნდა მაგარი ვიყო, მე თუ ვკიდებ ცუდ ნივთიერებას ხელს, ის ჩემზე მოქმედებს. ამიტომ მე არ ვკიდებ მაგას, იმიტომ კი არა რომ არ შემიძლია, უბრალოდ არ ვკიდებ. და ის ამას აღიქვამს ესე, იმიტომ რომ ის ნივთები მართლა ეს შენ ვერ აღიქვამ იმ ნივთებს ენერგიულად ისე, როგორც ის აღიქვამს. ამიტომაც ვერ ეხება ყველა ნივთს.
არ სიამოვნებს. გესმის? ხო ეხა მაგალითად შეიძლება იფიქრო რომ გავიგე ყველაფერი, მაგრამ ფანქარს ვერ კიდებს ხელს და რა შუაშია რა ენერგიით დაიტვირთა. შენ რა იცი? ის ფანქარი რა ენერგიით დაიტვირთა საერთოდ. იქნებ იმ ფანქარს სანამ ქარხანაში ვიღაც თლიდა, ან ვიღაც ალაგებდა, ფიქრობდა რომ ახარ შემიძლია ეს სამსახური ამ ცხოვრების ეს ყველაფერი და ჩაალაგა ფანქრები ყუთში. მერე შეიფუთა კიდე რა გზა გაიარა, არავინ არ იცის და მერე მოვიდა და გიორგი ამას გრძნობს. და შენ ვერ ხვდები ვიზუალურად ლამაზ ფანქარს რატო აღიქვამს ცუდად და რატო არ სიამოვნებს მისი დაჭერა. ყველაფერს ღრმად რო ჩაუფიქრდე, ყველაფრის პასუხი არის მარტივი. უბრალოდ ჩვენ ამას არ აღვიქვამთ ღრმად. ამაშია პრობლემა. ამიტომ როგორც კი ამას ამ ნაწილში ენერგიული და სულიერი ნაწილით აღვიქვამთ, ყველაფერზე პასუხი მოდის სულიერებაში. ვერც ფსიქოლოგია და ვერაფერი ვერ ხსნის ამ სამყაროს და ადამიანს როგორც სულიერება და სულიერი ეზოთერია. იმიტომ რომ ეს არის სამყაროს ჭეშმარიტი სახე. ამიტომ როდესაც მაჯაზე კიდებს ხელს და ხელს გაკიდებინებს რიბს, თავისი მაღალი ცნობიერიდან ყველაზე დაბალი ახსნა რაც შეუძლია ეს არის რომ ესე აგიხსნას რომ ამას ვერ ვკიდებ ხელს. ვერ ხვდება ის რომ თქვენ ვერ მიხვდებით რას გეუბნებათ და რეალურად ისეთ მარტივ რაღაცას გეუბნება რომ პრიმიტივიც მიხვდება. მაგრამ რატო ვერ ხვდებით ჩვენ ამას? რაშია პრობლემა მაშინ? ჩვენ ვერ აღვიქვამთ აუტისტ ბავშვებს ვარსკვლავთ შვილებად. იმიტომ რომ სხვანაირად ჩაგვაპროგრამეს და აღვიქვამთ სისულელეთ. აბა ეხლა მოვიდეს შენთან ბრძენი. შენ უთხრა ეს ნივთი მომაწოდეო და ვერ მოგაწოდოს და მოკიდოს მაჯაზე ხელით და აგაღებინოს ეს. შენ უკვე მაგ უფრო ღრმად წახვალ ფიქრებში და მე რასაც გეუბნები იმ აზრამდე მიხვალ. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ საზოგადოებაში აუტისტი ბავშვები აი ესეთ პოზიციაში არიან, ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც რაღაც სისულელეს აკეთებს. და ამიტომ ესეთ პრიმიტიულად მარტივ საკითხებს ვერ ხვდებით. არ და მარტივია ვერ ვკიდებ ხელს, იმიტომ რომ წვავსო და გაგებინებს ესე. ამიტომ ესეთ რაღაცებს თუ ვარსკვლავთშვილურად მიუდგებით აუტისტ ბავშვებს, მიხვდებით ყველაფერს. როგორც სხვა განზომილების ბრძენი მოვიდეს და რაღაცას გაჩვენებს, აი ესე თუ შეხედავ მის მოქმედებას, მიხვდები საერთოდ რაშია საქმე. ამიტომ ეს ნაწილები მე რასაც გიყვები, ყველაფერი გაიაზრე ღრმად და ყველაფერს მიხვდები საერთოდ რაშია საქმე და გამოსავლებსაც მიხვდები და ყველაფერი დაგერეგულირდებათ შესანიშნავად ორივეს ცხოვრებაში და გიორგისაც გარემო სამყაროსთანაც დაურეგულირდება. დასაწყისში ვახსენე რომ ექიმებმა არაფერი არ იციან თქო. ამ პრობლემას ვაწყდები ყველა სფეროში. ნახეთ რაშია საქმე. შენ მოგცა ექიმმა ესეთი ტაქტიკა ბავშვთან მიმართებაში რომ ნივთებსო რომ ვერ კიდებს ხელსო ესეთი რაღაც გააკეთეო. უთხარიო ეს ნივთი მომაწოდე და რომ მოგაწვისო კამფეტი მიეციო. და ესე წაახალისეო, მაგრამ ეხა შენ რას ამბობ? ამ მეთოდს რო ვაკეთებდიო, მე უკვე მაინც აღარ უნდოდა ამის გაკეთება. სინამდვილეში ექიმმა თავისი გაუცნობიერებელი სტანდარტული მიდგომით შენ ეხა რას აკეთებიობდი შენ შვილს. გიორგი თითეული იმ ნივთს ხელს რო კიდევდა, იგივე იყო მისთვის, როგორც ეხა შენ ცხელი კარტოფილი გაიღო ხელში. იგივე ეხა შენ უთხრა შვილს რომ შვილო მომაწოდე მდუღარე კარტოფილი და მოკიდებს მდუღარე კარტოფილს კი ეწვის ხელი, მაგრამ მოგაწოდა ერთხელ და მიეცი კარამელის კამფეტი. კიდე უთხარი მდუღარე კარტოფილი მომაწოდე შვილო, იმიტომ რომ ექიმმა ესე გითხრა, მოკიდა მდუღარე კარტოფილის ხელი, თან სხვადასხვა მდუღარია, ზოგი მდუღარე მჟავეა, ზოგი მჟავე მდუღარე მწველია, ზოგი ისეთია, ზოგი ასეთია და უკვე მოგაწოდა ერთხელ, მოგაწოდა ორჯერ, მოგაწოდა სამჯერ და შენ რომ მას კამფეტს აძლევ, ამ კამფეტში არის შენი სიყვარულის და იმედის ენერგია. და ეს ენერგია კი მოწოს, მაგრამ ის მდუღარე კარტოფილი აღარ უნდა. კარამელის კამფეტი მიიღოს ამ მდუღარე კარტოფილის ნაცვლად და მე უკვე აღარ იხებს ამ კონცეფციას და უარყოფს და უკუაგდებს და ამიტომ უკუაგდო. ნივთი მომაწოდე კამფეტი აიღე. ეს ძაღლი ხო არ არის? აბა ფეხი აწიე და საჭმელი გადაუგდო. მაღალი ვარსკვლავის სულია. ესეთი ტექნიკები სტრესავს და მე უკვე საერთოდ აღარაფერს აღარ უნდა ბავშვმა რომ მოკიდოს ხელი. ეხლა წარმოვიდგინეთ კარტოფილები ალაგია. და ერთ კარტოფილს მოკიდეთ ხელი ცივია, მოგწონთ, მეორეს მოკიდეთ წვავს და ვერ არჩევთ რომელი არის. და ბოლოს უკვე აღარაფერს აღარ გინდათ შეეხოთ. იმიტომ რომ დაისტრესეთ. გესმით და აუტისტ ბავშვებს ეს ტექნოლოგიები ამას უშვება. ისტრესებიან, ზოგი ეჩვევა ამ პროცესს და გადალახავს, მაგრამ ვისაც მაღალი სენსიტიურობა აქვს ცნობელობის, ის ამას ვერ გადალახავს. მან უნდა ისწავლოს ამ ენერგიების გარჩევა და ეს უნდა ასწავლო მას ენერგიების გარჩევა, რომელიც მოკიდოს ხელი, რომელიც არ მოკიდოს, ან რომელი ნივთი გაწმინდოს ხელის ენერგიით. შეუძლია ხელის ენერგია მიმართოს და ოქროსფერის სხივები გაუშვას ამ ნივთის მიმართ, გაწმინდოს ენერგიით, ვიზუალიზაცია უნდა გაავარჯიშოს, შემდეგ მოკიდოს ხელი და არ დაეწვება ხელი. ესეთი ტექნიკების ნაცვლად, როგორც ძაღლი ისე მოეკეცი და გადაუგდე კამფეტი, მოკიდოს ხელ კარტოფილის ხელი, გადაუგდე აღარ უნდა არაფერს შეეხოს საერთოდ, რასაც მოკიდა ხელი, ხან დაეწვა ხელი, ხან არ დაეწვა ხელი, ხელში ამოვიდა, მორჩა და ბუნებრივია. და ამბობ რომ უკვე აღარაფერს აღარ უნდა შეეხოს. ბუნებრივია, შენ რო დაგაყენო და ნებისმიერი მშობელი და ის ექიმი რო დავაყენო მასე და ცხელი კარტოფილები
ჩაბულაგო და აბა ამ კარტოფილის მოკიდე ხელი არ იცის დაეწობა თუ არა, საერთოდ აღარ მოკიდებს ხელს. არც ერთ კარტოფილის რამდენიმე წდაში. და ეს ემართებოდა აუტისტ ბავშვს, იმიტომ რომ არასწორი მიდგომაა. საერთოდ მედიცინაში ყველა ნაწილში, რასაც მე ვუყურებ. ამიტომ მომავალში, როდესაც ჩამოყალიბდება გააცნობიერებს რაღაცებს, თუ რაიმე ნივთის ხელის მოკიდება მოუნდება, მან უნდა ისწავლოს ამ ნივთის ენერგიული გაცივება, ანუ გასუფთავება, რომ შემდეგ ხელი მარტივად მოკიდოს. ეხლა როგორ უნდა ასწავლო აუტისტ ბავშვს, როგორ გაწმინდოს ნივთი, როგორ შეეხოს ნივთს და ასე შემდეგ. თქვენი მაგალითით ვიზუალურად თქვენი მოქმედებით უნდა აჩვენოთ. მაგალითად, აიღებ ხელს, ხელის გულს მიმართავ ნივთის მიმართ, წარმოიდგენ როგორ მიმართავ მაღალ ენერგიას, თან აუხსენი რომ წმენდ მე ამას ცუდი ენერგიისგან. და რო გაწმინდო, მე ხელს შეახებნე და ოპ გამოწევ უცებ. თითქოს გწვავს. რეალურად, რასაც ის აღიქვამს, იგივე უნდა განიცადო შე, რომ ის მიხვდეს და ისწავლოს მოქმედება, დედამიწური რაღაცები როგორ გააკეთოს. და მე უკვე ნივთს მოკიდებ ხელს, თითქოს ხელი კარტოფილია ხელში გიმოძრავებს, რომ როგორც ის ვერ იკავებს, იგივენაირად გაითამაშე შენ. და შენი მაგალითებით ასწავლე მას. და ისიც ჩათვლის, რომ შენც მისნაირი ხარ და უფრო ახლოს აღგიქვამს შენ. და შენც მიხვდები ის როგორ აღიქვამს სამყაროს და ეს მეტად დაგაახლოვებთ. რატო გითხარი, რომ შენც თითქოს გეწვის ხელი ისე გააკეთე თქო? იმიტომ რომ მან ისედაც იცის, რომ შენ მას ხელს კიდებ და შენ არ გაზიანებს და იცის, რომ მას აზიანებს ეს. ამიტომაც შენ თუ მას ხელს მარტივად მოკიდებ, ხო? მისთვის ეს მაგალითი არ იქნება. მან უნდა ჩათვალოს, რომ შენც მისნაირი ხარ და ის რომ შენ ამ ცდილობებით გადალახე მისი მდგომარეობა. და ეს მისთვის მაგალითი იქნება. ამიტომაც უნდა გააკეთო ამ ფორმაში. რეალურად ეს პროცესი კი არ უნდა გაითამაშო, მართლა უნდა გაწმინდო ის ნივთი. მაგალითად ავიღოთ ჭიქა. ეს ჭიქა უნდა წარმოვიდგინოთ ენერგია ოქროსფერი გამოდის თქვენი ხელის გულიდან, ბრჭყვინავი ოქროსფერი შედის ამ ნივთში და იწმინდება მთლიანად და ოქროსფერი ჭყვიალა ენერგიით ხდება შიგნით. ეს რეალურად უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ ის ამას აღიქვამს. ეს თქვენ ვერ აღიქვათ, მაგრამ მისი ვიზუალური აღქმა იმაზე მეტია, ვიდრე თქვენი და მესამე თვალი ხო საერთოდ დამუხტულია დიდი ენერგიით. იმიტომ რომ ენერგია აქვს. ახლა დიდი ენერგიით რატო აქვს დამუხტული? მაგაზე ჩავწერ მეორე ვიდეოს, საერთოდ რა ხდება აუტისტი ბავშვის უჯრედებში, მაგ ინფორმაციებსაც გავხსნი. უჯრედში რა ხდება საერთოდ და მიტოქონდრიებზე ვისაუბრებ, ენერგიის წყაროებად. მოკლედ მაგაზეც ვისაუბრებ. მე ხარ რასაც ვსაუბრობ, ამას დავასაბუთებ ბიოლოგიასა და ნეირობიოლოგიაში. ექიმებსაც აღებული აქვთ ერთი საცერი, რომელიღაც ბავშვზე ამ საცერმა იმუშავა, იმ ერთი ბავშვის საცერში ყველა აუტისტ ბავშვს ამ ერთ საერთო საცერში ატარებენ. და ესენი ყველა სხვადასხვა ფორმის და ნიჭის და შესაძლებლობების მქონე ბავშვებია და ყველას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს სისტემა ცდილობს ადამიანები ქარხნული რეჟიმით განკურნოს თუ ასწავლოს, შედეგი არის ქარხნული მეთოდით მიღებული შედეგი. ანუ უშედეგობა. უშედეგობა რადგან ნივთისგან განსხვავებით ადამიანში რაიმეს ქარხნული მეთოდით მიღწევა შეუძლებელია, რადგან ადამიანი არის უნიკალური არცი ელემენტი და ვარსკვლავთ შვილები, აუტისტი სპექტრის მქონე ბავშვები არიან საერთოდ უნიკალურები და მათ რომ რაღაც სტანდარტული ხაზით ეკცევი, ბუნებრივია. რაღაც ნაწილი შედეგს იღებს, რაღაც ნაწილი შედეგს ვერ იღებს და მერე მშობლები ცდილობენ თავისით გაუმკლავდნენ რაღაც პროცესებს. ამაზე მაქვს საუბარი, ეხა იქიდან ვიყავიო და ხმაზე მეუბნებაო, რომ ფუნქცია აქვს დარღვეულიო და მხედველობაზე ფუნქცია აქვს დარღვეული. უკაცრავად ეხა დარღვევა ფუნქციის გულისხმობს, რომ რაღაცა ცუდად მუშაობს და რაღაცა იმაზე მაგრად თუ მუშაობს, ვიდრე სტანდარტული ადამიანის სმენა იქნება ეს თუ ისა, ეს დარღვევა კი არ არის. ეს არის ძალა, მაგრამ არა აქვს პასუხი, გესმით? და ეუბნება, რომ დარღვევა. გაიგე, ეხა რას გულისხმობს ჯერ ამ დარღვევაში. და მე რაღაცა ტერმინები აქვს, სასწაულმოქმედი თუ ლინგვისტი უნდა იყო, რომ დაიზებირო. სპეციალურად მარტო ეს სახელები სპეციალურად არის შექმნილი, რომ თქვენ ჭკვიანურად მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი. დარღვევა აქვს რაღაცა იმის წილის ნუკის რაღაც მიხვდით და თქვენ გონიათ რაღაცა ბძნული გითხრათ, არა და წარმოდგენა არ აქვს რას ლაპარაკობს რეალურად. ანუ არ იცის დარღვევა რა არის საერთოდ ამ ნაწილში. მაგალითად, ადამიანს თუ მხედველობის დარღვევა აქვს, ის ვეღარ ხედავს. ადამიანს თუ სმენის დარღვევა აქვს, ვეღარ ესმის. ის კი არა რომ უფრო მეტი ესმის. არ არსებობს ესეთი რაღაც, რომ ადამიანს სმენის დარღვევა აქვს და მაღლა ესმის ყველაფერი. ისეთ ანაბანას ვსაუბრობ, მე თავად მეცინება, მაგრამ ნახეთ, ადამიანს როდესაც სმენის დარღვევა აქვს, უფრო მეტი კი არ ესმის. ცოტა ესმის და მაგიტო აქვს დარღვევა. თუ მხედველობის დარღვევა აქვს, ვერ ხედავს და მაგიტო აქვს დარღვევა და რანაირად ამბობს აუტისტ ბავშვზე დარღვევა აქვს, როცა 10 ჯერ და 20 ჯერ მეტი ესმის. მაინტერესებს, აი თვალებში ჩავხედავდი, რანაირად არის დარღვევა მიპასუხე.
რანაირად არის ეს დარღვევა, როდესაც იმაზე მეტად მუშაობს რაღაც, ვიდრე სტანდარტული ადამიანის. დარღვევა სხვა რაღაც არის. მე აგიხსნა რა არის დარღვევა იქ იმიხარ. ამაშია საქმე, გესმით? არ იცის. და ხონდა გიპასუხოს რაღაც და რაც ასწავლეს პრინციპში იმას აკეთებს. რა ქნას, რას იცავს. ეხლა ალბათ შეიძლება იკითხოთ რატო ვარ ესეთი ცოტა კაცრი ტონით, იმიტომ რომ ცოტა მინდა რომ ექიმებიც დაფიქრდნენ და იმაზე მეტის დანახვა შეძლონ, ვიდრე ხედავენ და ერთმანეთის კოპი პეისტებს დაკოპირებებს შეეშვნენ. და ეს პრობლემა მარტო ექიმებში კი არა, ეს პრობლემა არის ყველგან. ეზოთერიაშიც ეს პრობლემაა. ყველა ცდილობს ერთმანეთი გადააკოპიროს და ყველა ერთმანეთის კლონებია. ეს სიტუაციაა სამყაროში. ხო, ეხლა მეუბნები რომ ექიმმა თქვაო რომ კარგი ვიზუალური ფოტოგენური მეხსიერება აქვს. რას ნიშნავს კარგი ფოტომეხსიერება? ეს იმას ნიშნავს რომ მას შეუძლია დიდი რაოდენობით შეიწოვოს ეს ვიზუალური ინფორმაცია და ნებისმიერი ვიზუალი არის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რო იცოდეთ. ჩვენ აღვიქვამთ ამას ფერებად. მაგალითად ჩვენ შევხედეთ რაღაც ნივთს და ეს ნივთი ასხივებს მილიონ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას. მაგრამ ახმა ხდება ამის მოკრება, როგორც თაიგულები მოკრიბო, სადღაც თქვათ მილიონს. მაგრამ აუტისტი ბავშვი ელექტრომაგნიტური გამოსხივების ამ შუქის აღებას აკეთებს მილიონის კი არა, ტრილიონის. რა თქმა უნდა, ფოტოგენური მეხსიერებაც აქვს და კიდე სხვა ნიჭები აქვს. მარტივად გეტყვი. წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც იღებს ორ დიდ შეკრა დაპობილ ხის ხეს ბუხრისთვის და ეხა გიორგი რას აკეთებს? ორს კი არ იჭერს ხელში, შეშას, არამედ ნახევარ კამას იჭერს ხელში. ამ ინფორმაციას იღებს ტვინში და ამას ძალა ჭირდება. ამიტომ ვამბობ, რომ შიგნით აქვს ძალა, ეს ძალა უზრუნველყოფს ტვინის კარგ მუშაობას, შეთვისებას ინფორმაციის, ვიზუალის, ხმის და ასე შემდეგ. ეს სიტუაციაა და ჩვენ ამ ყველაფერს საზოგადოება ვერ ვიგებთ. რაშია საქმე? იმიტომ რომ არ გვაქვს საკმარისი გაცნობიერება რაღაცეებში. ასევე აუტისტი ბავშვისთვის ქუჩაში გავლაც დისკომფორტი იქნება, იმიტომ რომ ეს ადამიანები ქუჩაში რო დადიან და აუტისტ ბავშვს გახედავენ და რაღაც მოქმედებას ვერ იგებენ. ნეგატივს ხო ფიქრობენ თავში, რამე ნეგატიურად კი არ არიან განწყობილი. ვერ იგებენ. მე ვამბობ სიტუაციებს, რომ რა თქმა უნდა ადამიანების უმრავლესობა სიყვარულს უგზავნის აუტისტ ბავშვს, მაგრამ ხო არიან ადამიანები, რომლებიც ვერ იგებენ რა ხდება საერთოდ. და თავში ფიქრობს ნეგატივს. რა ცუდია რაღაცა და ეს უბრალოდ გაფიქრება კი არ არის თავში. არამედ ეს არის ენერგიის სროლა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ფიქრობს ამას. ათვალე რომ გიორგი რო გადის ვიღაცამ თუ რაღაც განიცა და სევდა არ რაღაცა ვერ გაიგო, არ რაღაცა ნეგატივი განიცა და ის ავტომატურად გიორგის ნეგატიურ ენერგიას გაუგზავნის და გიორგი ამას იგრძნობს. ესეც ხელშეუშლის, მაგრამ სათვალეები და ყურისაცობები მას ბევრად დაეხმარება ამის თავიდანაწილებაში და როდესაც უკვე ცნობიერში შევა, შეგიძლია ასწავლო ენერგეტიკული ოქროსფერი ბურთი ირგვლივ როგორ გაიკეთოს. ან შეუძლია საერთოდ ვიზუალიზაციით სარკის ბურთში ჩაჯდეს, შიგნიდან გარეთ რო ჩანს, გარედან არაფერი რო არ ჩანს შიგნით. მაგრამ ესეთი თავდაცვითი მექანიზმის დაყენება უნდა მოხდეს დროებით ცოტა ხნით, სანამ გარეთ გადის, იმიტომ რომ ასეთი თავდაცვითი მექანიზმის დაყენება ყოველთვის არ შეიძლება, იმიტომ რომ იზოლაციას უკეთებს ადამიანს ენერგიულად. და ეს არ ვარ, რადგან შენ გარემოსთანაც უნდა შეხვიდე რეაქციაში. ამის ვიზუალიზაციები მომავალში უნდა ისწავლო და გამოადგება. ასევე ამბობ, რომ ერთი და იგივე ვიდეოს უყურებს და ახვევსო. სინამდვილეში ის იმ ვიდეოს კი არ უყურებს. ის ვიდეო უბრალოდ არის იმისთვის, რომ გარე ხმები გათიშოს, გარეთ რაც ხდება, კონცენტრაცია გააკეთოს ერთ რაღაცაზე, თიშავს გარე ხმებს, ერთზე აკეთებს კონცენტრაციას და შემდეგ თავის თავში თავის ფიქრებს ფიქრობს. თავში რაც ფიქრობს, მაგის გაცნობიერება ძალიან რთულია, რადგან ეგრო გააცნობიერო ძალიან მაღალ ცნობიერში უნდა იყო. ამიტომ ერთ და იგივე ვიდეოს, იმიტომ ახვევს, რომ იმ ვიდეოში და იმ ხმაში მედიტაციურ მდგომარეობას აღწევს იმისთვის, რომ მშვიდად იფიქროს თავისი გონის საფიქრალი და გარემო ხმებზე აღარ გააკეთოს კონცენტრაცია, გარემო ენერგიებზე აღარ გააკეთოს კონცენტრაცია და რომ შეძლოს ფიქრი და ადამიანი გარედან რო შეხედავს ფიქრობს, რომ აი მე რატო ახვევს, რა არის ეს. სინამდვილეში მის თავში საერთოდ კოლოსალური ფიქრები და პროცესები მიმდინარეობს. ვიდეოს გადახვევა კვლავ და კვლავ არის იგივე, რომ ფანჯრებით დაკეტოთ, ფარდები ჩამოაფაროთ და მშვიდად წიგნი წაიკითხოთ. სინამდვილეში ვიდეოს არც უყურებს ის. ასე ვამბობ, რომ ალადინის მულტფილმი მოწონსო, ფანტასტიკური რაღაც ნაწილი მოწონს. რატო მოწონს ის? იმიტომ რომ მისი სამყაროს აღქმის რეალობას ემთხვევა მულტფილმში მომხდარი ფაქტები. რა ხდება ალადინის მულტფილმში? იქ ჯადოქარმა ენერგიები გამოუშვა ხელიდან. ალადინის მულტფილმი არის მთლიანად ზებუნებრივ ენერგიებზე დამყარებული ვიზუალიზაციები ყველაფერთან ერთად. და ეს ვიზუალიზაციები მისთვის არის ნაცნობი. ეს ჩვენ აღვიქვამთ, ეხლა თვალით ვხედავთ, მაგრამ ის რა სპექტრებში ხედავს და როგორ ხედავს და რა ენერგიებს ხედავს და საერთოდ რაც ხედავს, ხო არ ვიცით ჩვენ. ამიტომ მისთვის ის რაც ნაცნობია, სასიამოვნოა. ალადინის მულტფილმი იმიტომ არის სასიამოვნო, რომ ენერგიებზია, ზებუნებრივ რაღაცეებზია და ის ემთხვევა მისი სამყაროს აღქმის რეალობას. ყველა აუტისტი ბავშვის მშობელი არის გმირი დედა. ისინი შემთხვევით კი არ არიან აუტისტი ბავშვების დედები. ისინი ისედაც გმირები იყვნენ, სანამ მოვიდოდნენ დედამიწაზე, რადგან მათ მიერ მოხდა
შერჩევა ამ აუტისტი ბავშვების დედობის და ეხლა შევეხოთ იმ თემას, სულები როგორ ირჩევენ ერთმანეთს, მშობელი როგორ ირჩევს შვილს, შვილი როგორ ირჩევს მშობელს და ასე შემდეგ. შენ ამბობ რომ ბავშვობაშიო, პატარა ბავშვი რო ვიყავიო, თოჯინა მყავდაო და ჩემს თოჯინას დავარქვიო გიორგიო და სხვა გოგოებსო ბევრი თოჯინები ყავდათ რამდენიმეო და მეო ჩემს თოჯინას გიორგი დავარქვი რატომღაც. ზოგადად ბავშვები არიან ღვთიურ ენერგიებზე, გაღვიძებულის ენერგიებზე არიან, წმინდანის ენერგიებზე არიან თავის სისუფთავიდან გამომდინარე და შენ სულს ახსოვს რისთვის მოვიდა შენი სული აქ. ამიტომ ბავშვს თავის სულის ინფორმაციასთან ძალიან კარგი კავშირი აქვს და შენ მაშინვე უკვე შენი სული და შენი თავი ბავშვობაშივე გამზადებდა გიორგისთვის. ამიტომაც წინასწარ მოგაწოდა ინფორმაცია რომ გიორგი უნდა გყავდეს, მას უნდა მოუარო, შენი სული ამისთვის გამზადებდა წინასწარ ინფორმაციას გაძლევდა, მზაობას გაძლევდა მაქსიმალურად რა კავშირით შეგეძლო დაგმეყარებია შენი სულის ინფორმაციასთან. ხო ასევე ამბობ რომ შესაძლოა გავიგეო რომ გიორგისო აუტიზმის სპექტრი ქონდაო, თითქოს ამ ყველაფერს შეჩვეული ვიყავიო და დიდად ისეთი რეაქცია არ მქონიაო. ხო ამაზეა საუბარი რომ შენ იქ თოჯინის თამაშით ამ ყველაფრით ნენელა ეჩვეოდი ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი იყო ნიშნები. უბრალოდ ადამიანი არ აკვირდება ნიშნებს, რომელიც არის ფაქტი და არა რაღაც მისტიური ცალკეულად მოვლენა. ეს არის ფაქტი. შენში ეს ინფორმაცია თოჯინებიდან ილექებოდა ნენელა და შემდეგ ხდებოდა ამოარქივება. და როდესაც ფაქტის წინაშე დადექი, მიიღე მშვიდად. შენ მშობლებში ეს არ ილექებოდა და ბუნებრივია მათი წუხილის რეაქცია. ბუნებრივია მათი განცდის რეაქცია. ასევე ბუნებრივია სხვა ადამიანების განცდის რეაქცია. რადგან ისინი ამისთვის მზად არ ყოფილან არანაირად. შენ ამისთვის ემზადებოდი ბავშვობიდან, შენი სული ცდილობდა მაქსიმალურად როგორც კი მაღალ ვიბრაციაზე იყავი, შენთვის მოეწოდებია ინფორმაცია. რისთვის მოხვედი აქ და ეს გიმსუბუქებდა ამ ყველაფრის აღქმას. ამიტომ სულის საუბარი ბავშვთან, ჩემი რაღაც მოფიქრებული კი არა, ეს არის საერთო პატერნი, რაც ადამიანებში ხდება. ზოგი ბავშვობაში თოჯინასთან თამაშობს, ან განკურნებას, ან რაღაც მსგავს რაღაცას, ან საერთოდ სხვა რაღაცას ხდებით და შემდეგ რო იზრდება, აღმოჩნდა რომ ამ ადამიანს განკურნების უნარი აქვს. მიხვდეთ, ზოგადად ბავშვობაში ცდილობს სული დაილაპარაკოს ბავშვს. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ შემდეგ ბავშვი ბინძურდება ინფორმაციულად, გარემო უცვლის ცნობიერს, სტრესავს და ასე შემდეგ, მე უკვე სულთან კავშირს კარგავს და ზოგი ახერხებს ისევ სულთან დაკავშირებას, მაგრამ ზოგი ვერ ახერხებს და საერთოდ ცდება თავის მიზანგეგმას, რისთვისაც აქ მოვიდა მისი სული. შენი სული მოვიდა იმისთვის აქ, რომ გიორგის მშობელი გამხდარიყო და ამიტომაც ყავდა ერთი თოჯინა, რომელსაც დაარქვი გიორგი. ამით იმის თქმა მინდა რომ შენმა სულმა დედამიწაზე რომ მოხვედი, მერე კი არ აირჩია გიორგი, არამედ საწყისშივე ეს შეთანხმებული ჰქონდა გიორგის სულთან. რადგან შენ გიორგისთვის საიმედო იყავი. რადგან გიორგის სულმა შვენივრად იცოდა დედამიწაზე რომ მოვიდოდა, რა გარემო პირობებში მოუწევდა ყოფნა. ამისთვის მან აირჩია ყველაზე საიმედო ადამიანი, შენ. ეს რომ გააკეთოს სულმა, ამისთვის მშობელს უნდა გამოუცხადოს კოლოსალური ნდობა ამ მდგომარეობაში, როდესაც მოდის სული და აქედან გამომდინარე, როდესაც ვარსკვლავთ შვილი ასეთ მშობელს უცხადებს მაღალ ნდობას, ეს გულისხმობს იმას, რომ ყველა აუტისტი ბავშვის მშობლის შიგნით არის დიდი ენერგია ასევე, რადგან მარტივად გეტყვი, წარმოიდგინე, გაქვს $1 ტრილიონი ენერგიასთან შედარება რო გააკეთო და უნდა წახვიდე სადღაც ჯუნგლებში, სადაც ეს ენერგია არავინ არ უნდა წაგართვას, არავინ არ უნდა დაგაქციოს და ასე შემდეგ. თქვენ ახლა ვის აირჩევთ ამისთვის? ამისთვის აირჩევთ მცველს, ძლიერს, მაქსიმალურად გამგებს, მაქსიმალურად სიყვარულის მქონე შიგნით. ამიტომ აუტისტის სპექტრის მქონე მშობლები შიგნით ყველანი არიან მაღალი ენერგიის მქონე ავტომატურად. სხვა შემთხვევაში ვარსკვლავთ შვილი თქვენ არ გამოგიცხადებდათ ესეთ ნდობას, რადგან უდიდესი ნდობა ჭირდება ესეთ მშობელს რო გამოუცხადოს. შესაძლოა ზოგი მშობელი ვერ იყოს ისეთი როგორიც საჭირო არის აუტისტი ბავშვის მშობელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ იმ მშობელს არ აქვს უდიდესი პოტენციალი შიგნით. მას 100,000% აქვს შიგნით ეს პოტენციალი ღვთიური. უბრალოდ შესაძლოა ზოგმა მშობელმა ეს ვერ გამოიმუშავა, არა, ვერ დაამარცხა მიწიერი რაღაცეები, ზოგმა დაამარცხა. მაგრამ ასეთ მშობლების შიგნით დევს უდიდესი ენერგია. აქედან გამომდინარე, მშობლის სულს რაში ჭირდება ესეთი შვილი? იმისთვის ჭირდება რომ ეს ყველა წინააღმობის გადალახვა თქვენ მშობლებო რაც გაიარეთ, ეს თქვენ განიჭებთ სწრაფად განახორციელოთ თქვენი სულის ზრდა ღვთიურობაში. რა ფენომენი არის ვარსკვლავთ შვილი აუტისტის სპექტრის მქონე ადამიანის სული? მე რასაც ხედავ, აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანის სული არის უდიდესი ინფორმაციის მქონე სული, რომელმაც დააგროვა ძალიან დიდი ინფორმაცია. და როდესაც ამ სამყაროში მოდის, უბრალოდ მისი ეს ზღვა ინფორმაცია არ ეტევა ჩვეულებრივ სხეულში, მაგრამ რატომ მოდის? იმისთვის მოდის, რომ რაღაც ინფორმაციები გადაამუშაოს თავის თავში. დეფრაგმენტაცია გაუკეთოს ამ ყველა ინფორმაციის, დეფრაგმენტაცია რა არის? დაახარისხოს. სტატისტიკურად ბოლო 20 წელში აუტიზმის სპექტრის ბავშვები გამრავლდნენ. და რატო? იმიტომ რომ მთელი ამ 10,000 და
100,000 წლის განმავლობაში დაგროვდნენ ძალიან ძლიერი სულები. ასევე დაგროვდნენ სულები, რომლებსაც უკვე ბოლო ჟამის დროს სჭირდებათ გამოცდების სწრაფად ჩაბარება, რადგან თუ ეს ნაწილი არ აირჩიეს, ერთი ცხოვრება აღარ ეყოფათ რო გადალახონ. ამიტომ ასეთი სულები ირჩევენ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების სულებსაც. მაგრამ ყველა ვერ აირჩევს ამ სულს, რაღაც ენერგია საკმარის უნდა კონდეს გამომუშავებული, რომ ეს სული აირჩიოს და ამით ასევე მშობლის სული სწრაფად იძენს თავისი სულის ენერგიის გამომუშავებას, იმიტომ რომ თქვენ ყველანი მშობლები ამხელა ენერგიას როდებთ აუტიზმ ბავშვებში და ამხელა მოთმინებას როდებთ და ამხელა ძალისხმევას როდებთ. ეს არის უდიდესი ღვთიური ნაწილი. შესაძლოა სტრესით გადიხართ, მაგრამ ეს არის უდიდესი ძალა და ეს ამუშავებს თქვენ სულში უდიდეს ძალას, უდიდეს კარმულ ენერგიას და ეს თქვენ გეხმარებათ ბოლო ჟამის დროს რო გადალახოთ გამოცდები. იმიტომ რომ ამის მერე არანაირი გამოცდა აღარ იქნება, ვინც ვერ ჩააბარებს. ამიტომ ეს გზა თქვენ ორივე მაირჩიეთ და ორივესთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო არის თქვენი სულებისთვის. თქვენი სულებისთვის რაც მნიშვნელოვანია, ესაა მნიშვნელოვანი და არა ის რაც თქვენ გონიათ მიწიერისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის დროებით. ეს არის დროებითი ცნობიერების გააზრება. თქვენი ნამდვილი არის თქვენი სულის მიზანგეგმა და თქვენი სული, რომელიც საბოლოოდ გამოვალვენთ სავის თავს. რო გეძინოთ და სიზმარი გესიზმრებოდეთ და გაიღვიძოთ და მიხვდეთ რომ ეს ხარ თქვენ და ეს საქმე უნდა გეკეთებიათ თურმე. აი ეს რეალობა ხდება. ამიტომ ორივეს არჩევანია ეს. და ორივესთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო. ნებისმიერი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის მშობელი უნდა იყოს მაღალ ვიბრაციაზე, მას გაუადვილდება ამ ყველაფრის აღქმა, ისე როგორც საჭიროა. მშობელი რაც უფრო მაღალ ვიბრაციაზე იქნება, ამ ყველაფერს კი არ შეეჩვევა, არამედ მით უფრო გაიაზრებს, რომ ეს ყველაფერი მისი არჩევანია და მისთვის არის მნიშვნელოვანი, როგორც მშობლისთვის, ისე შვილისთვის. ამიტომ ყველა აუტიზმი ბავშვის მშობელს დაგლოცავთ, მერთმა გამძლეობა მოგცეთ, თქვენ სულთან მეტი კავშირი მოგცეთ, დავლოცავთ თქვენ შვილებს, დალოცულები იყავით და ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ მარტო არ ხართ, სამყარო თქვენს გვერდით არის, ადამიანები, ვინც საჭიროა თქვენს გვერდით არის და გზა ყველაფერს საფეხურებად სამყარო დაგილაგებთ ისე, როგორც საჭირო არის. უბრალოდ თქვენ იყავით სუფთად, თქვენ იყავით სიყვარულში, თქვენ იყავით გაცნობიერებაში და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. ბედნიერი იყავით, ჯანმრთელად იყავით და ჩაეხვდეთ თქვენ შვილებს, მოეფერეთ და ბედნიერებას გისურვებთ უსასრულოდ.